უკრაინის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ გასულ უქმეებზე რუსი სამხედროების მიერ დრონების გამოყენებით დედაქალაქ კიევზე თავდასხმისას 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 2 ბავშვი. ადგილობრივი მოსახლეობა იერიშს იხსენებს. 83 წლის პენსიონერ ვალენტინა ფესიუქს ხმაურზე გამოეღვიძა. მეძინა, როცა სახლი შეირყა, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა. მე-12 სართულზე ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ფანჯრები ჩაიმსხვრა, ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ჩემმა მეუღლემ მოასწრო და დერეფანში გავიდა. მე საწოლიდან ვდგებოდი და უეცრად იატაკზე დავეცი. თავარია ყველანი ცოცხლები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, რომ გადავრჩით. თავდასხმაზე საუბრობს 18 წლის სტუდენტი დარინა კრავჩუკიც. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობთ. გვესმოდა როგორ იღებოდა და იხურებოდა კარი, ხალხი გარბოდა. ძალიან ძლიერი ხმა იყო. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ღამე იყო. ძალიან შემეშინდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით გაუშვა 165 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 69 გაანადგურეს, 80 კი რადიო ელექტრონული საშუალებით გაანეიტრალეს.